Aga darega. Geologi adre რომ წევიდა მას დიემშვიდობა. გეოლოგიც იყო, ვითომ გეოლოგი ვარ რომ მე და სოფელი. ძალიანაც კარგი. დიდი კარგიანი კარგი. დიდი კარგი რა, კარგია. გულის ტკივილი და იმიტომ ვარ აი ხალხი გამოსული ამ ხალხს აუხსნა ჩვენი გულის ტკივილი. განავრცოთ უნდა რომ ვისაც ხელეწიფება ჩაუდგლის წინ უნდა ახლა ესე ხო არა ამათლა. პოლიციის უფროსი რომ მოდის, აი, არ ვარ მე კომპეტენტური, თქვა რამდენი დებილი არა ვარ, ბოდიში ამ გამოთქმაზე. რომ მოდის და ხალხს აშან, როგორი პირობები, ეცე ხალხს აშანტაჟი. ბევრი მუშაობს. ამ საკითხთან დაკავშირებით იყო ესეთი არა მაგის დასამალი რომ ბენზინ გასამართ საფუძე, ლანჩხუთში მუშაობს ადამიანები. მიაკითხეთ იმას, ესე გააჭერო მამაშენი, დედაში. მამაში ურევია პოლიციის უფროსი. რა მაგ დასამალი. ნინო ჩვენიერ დღეს ჩვენი შეკრება დაკავშირებულია ძალიან დიდ პრობლემასთან. ჩვენი სოფელი რამდენიმე გზის დაზარალდა იმ სამუშაოების გამო, რასაც ქვია ინერტული მასალის გატანა. წლების მანძილზე, როდესაც იყო განუკითხაობა, ხალხის ხმას არანაირი ძალა არ ქონდა. ეხლა კიდე რაღაც იმედი მოგვეცა, ეს სოფლები გამაგრდა, ოჯახები ისევ განახლდა, საძირკველი სადაც იყო ჩაშლილი ისევ აღდგა, საყანე ფართობები ისევ გამოძლიერდა. სოფელი, აი ეს მცირე ნაწილია, რასაც თქვენ ხედავთ აქა. გამოსული მხოლოდ 350-მდე ამომრჩეველია ამ სოფლიდან. ძალიან კარგად გვეძახიან, როდესაც საჭიროა. 500-მდე ადამიანია. მაგრამ კონკრეტულად ამ პრობლემაზე ვისაუბროთ. ხრეშის ინერტული მასალის გატანა ემუქრება მინიმუმ 3 სოფელს, სადაც არის 300-მდე კომლი დანგრევითა და ჩამოქცევით. ეს არის გადარჩენილი სოფლები, სადაც კერა არ დაცარიელებულა, სადაც ავბედითობის ჟამს აქედან ქართველი არ გაქცეულა და არც უცხოტომელისთვის არ მიუყიდიან თავისი არც ხანა და არც მამული. ამიტომ განა ეს არ არის ფასეულობა, რომ სოფელი გადარჩეს. კი ბატონო, აქვს ფასი ამ ინერტულ მასალას. არის საბუთი, სადაც ჩვენი სოფელი არ მოიაზრება, რომ სწორედ აქედან უნდა გავიდეს. გაყალბებით არიან შემოსულები. ანის გეოლოგები, მათი დამანახა მათი სახე რომლებიც გასცემენ და ვერ ერკვევიან, რომ ეს აქედან ამოღებული მასალა შემდეგ გამოუშლის ძირს და საძირკველს, ზედა სოფლებს და ყველა ისევ აქ შეივსება. ყველაფერი კარგად იციან, ჩემო ბატონებო, მოგმართავთ ხელისუფალთ ახლანდელ არჩეულ პრემიერ-მინისტრს, ჯერ კიდევ ძალაუფლებაში მყოფ პრემიერ-მინისტრს მოგვაქციეთ ყურადღება. ეს არის ჩვენი მამული. ამას ქვია საქართველოს ერთი არაჩვეულებრივი კუთხე. აღარ ვამბობ იმას, რომ აქ კულტურული კერებიც არის და თავის დროზე არის რომაული ლეგიონების ნაშთები, რომელიც გადატანილია მუზეუმში. ნუ დაგვანგრევთ, ნუ დაგვაგვცევთ. გააკეთეთ ისე, რომ არ იყოს სოფელი დაზარალებული. ეს არის ძალიან მკაცრი მოთხოვნა და საერთოდ ნუ იქნება ამ ხალხის იგნორირება, რასაც ქართველი ხალხი ქვია და ამ შემთხვევაში კონკრეტულად ამ სოფლის მოსახლეობა. დიდი მადლობა დიდი ინგა გოგუაძე, ამ სოფლის მკვიდრი. თქვენი სატკივარი საწუხარი ის რომ ოფიციალურად უკვე ამ კარიერის არსებობა დადასტურებულია, ის რომ სოფელს ვთქვათ მალურად სოფლის გვერდის ავლით მოხდა ეს ყველაფერი და რა პრობლემის წინაშე დგას სოფელი დღესდღეობით. მე წლების მანძილზე 80-იან წლებში მუშაობდი აქ კომუნალური სამეურნეობაში. რამოდენიმე წელი. ეს ახლა თქვენ რასაც ხედავთ, ინვენტური მასალა არის, რაც ახლა მოიპოვება, აქ უნდა ამოიღონ. ეს საყანე ფართობები იყოს ყველა. ეს მდინარე ვერაგი მდინარე არის, კალაბოთს წელიწადში 2 ხელისრულს, 3 ხელისრულს ხან იქით მიდის, ხან აქეთ მოდის. ის საყანე ფართობები თქვენ ხედავთ გაღმა, იგი შეერთებული იყო ამ ფართობებთან. მდინარე თუმცა გადიოდა ჯერ აქეთ. მე მახსოვდა, ჩემს მახსოვრობაში ხუცესები არიან, კიდე მდინარე თუმცა ესე გადიოდა სულ. იცვლის კალაბოთს ეგე და ახლა თუ კი აქ გამოაცალე ძირი, როგორც წაღან ამბობდნენ, როგორც ძირი გამოაცალე ამ სარდენ, დინარის სარდენს კალაბოთს შეუსულიც. კიდევ უარეს მდგომარეობას მოუდას ეს ჩვენ სოფლებს. აი ზემო სოფელი ხორეთი არის, კოგათი არის. უნდა შეივსოს ხო რაღაცით ეს დინარის კალაბოთი არა? იქიდან ჩამონადენი შლამები, იქიდან ჩამონადენი მიწები, ყველა ჩამოდის აქა. ამავე დროს უთხრის ძირს იმ ხალხს, იმ სოფლებს, სადაც ხალხი ცხოვრობენ რამოდენიმე.
ძალიან ცუდია, არ დაუკითხავთ არავის, არც საბუთი მოუტანიათ, არაფერი. ასეც ამეს პატარა სოფელში ჩვენ რო ვაშენებთ რაღაცებს, თუ კი რამე რაღაც უნდა დაგვედგა, ვეკითხებოდით ხალხს, საერთო კრებას ვიწვევდით, ხალხის აზრს გავიზიარებდით და ხალხის აზრის მიხედვით ჩვენ ვაკეთებდით დასკვნას ჩვენსაც. ჩამოვიდნენ, ჩამოიყვანენ ტრაქტორები, გადათხარენ, გადმოთხარენ, მოიტანეს საყარაულო ბუდკა, რაღაცა შენობა, რა ვიცი და იწყებენ მუშაობას და ხალხისთვის არაფერი არ უკითხავთ. როგორ შეიძლება ასე დაუკითხაობა იყოს? თქვენი პრეტენზიის შემდეგ რასაც ხდებიან? ან ჩვენ არ შეხვედრით, რა პირველ შეხვედრა არის ახლა იგი ოფიციალურად ვისაც ხვდებით, აი თუ ჩამოვლენ და შეხვდებით. არავითარ შემთხვევაში აქ არ შეიძლება ასეთი რაღაც. 80, 90, 100 მეტროს კალაპოტს იცვლის წელიწადში მდინარე. ხოდი ეს საღანე ფართობა ახლა გახედეთ, გაღმა ეგერ კალაპოტი სად არის ჩაჭრილი არის, იქ ყანა იყო. საღანე ფართობი ჰქონდა ჩვენ ხალხს და წელს აღარა. დიდი მადლობა, სახელი და გვარი თქვენი? სერგო გუჯაბიძე. მადლობა. თქვენი რომ მოკლედ და უფრო გასაგებად ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც ეს პრობლემა აწუხებს. აქეთ რო დადგეთ, ასე რო გადაგეთ. აი ასე. და მე მიყურა და მომიყურა. დიახ. მე ამ სოფლის უკიდრი ვარ, ჯუმბერ ურუშაძე და როგორც ნებისმიერი აქ მოსული ადამიანი, ამ სოფლის მტკივაგაც. და აქ ინერტული მასალის მოპოვება ეს არის დანაშაული ყველაფერს რო თავი დავანებეთ. იმიტომ რომ ჩვენი სოფელი არის 120 კომლიანი, 337 ამომრჩეველი და ამის იქეთ ხო არასრულწლოვანები 500-600 კომლიანი სოფელი არის რა, მაცხოვრებელი უფრო სწორად და უკეთებენ რაიონის წარმომადგენლები, არ არის იგი დასამალი, იგნორს უკეთებენ 600 ადამიანს რა, სოფლის მაცხოვრებელს. იგნორი რაში გამოიხატება. ამასინათ იყვნენ მოსული, მე პირადად არ ვიყავ, მაგრამ აქ დამსწრე საზოგადოება არის გარკვეული ნაწილი, რომლებსაც იახლა იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც უნდა მოიპოვონ აქ ინერტული მასალა, პოლიციის უფროსი, რაიონის გამგებლის მოადგილე, რომელმაც აბსურდი თქვა რაიონის გამგებლის მოადგილემ. თურმე აქ თუ ინერტული მასალა არ მოიღენ, ისე პენსიებს ვერ დაარიგებენ და მე მგონი თქვენ განსაჯეთ თვითონ როგორ სიმართლე შეეფერება. ეს კი არის სოფელი, მაგრამ დიდი ბოდიში ამ გამოთქმისთვის, მაგრამ ეს ბნელი სოფელი არ არის კაც. ჩვენც ვერ ყვევით რაღაცებში. სადაც ჩვენ ვდგევართ ახლა და მიმდებარე ტერიტორია რო არის ეგ ფართობები რო ჩანა 80 მეტრა საყანედან. 80 მეტრა ეს თითეული მეყანე 50% ამ სოფლის ფლობთ აქ საყანეს. ფართობებზე როცა წავიდა შევსებები საკარმიდამო ფართობების 4000 მეტრა კვადრატული ჩვენ შევისეთ აქედან ამ ფართობებიდან და გამოდის ისე რომ ჩემს საკარმიდამოში შემოვიდნენ დაუკითხავად ყოველგვარი დაკითხვის გარეშე იქნებ შემოსულიყო და ეკითხა იქნებ მე ამოვიღებდი ამას ბარიდან ნიჩბი და გავატნევდი ყოველგვარი ისე დაკითხვის იგნორი კიდევ ერთხელ ვამბობ გაუკეთეს სოფელს და ისე მიდიან არ არის დასამალი პოლიციის უფროსი ბატონი ჟღენტი მე თუ არ მეშლება გოჩა ჟღენტი იყო ასეთი საუბარი აკა რომ აშანტაჟებენ ხალხს შანტაჟი ეგ ზოგიერთის ისა მაცხოვრებლის შვილი გინდა ახლობელი მუშაობს რაიონში და არის ესეთი რაღაცები გააჩერე მამაშენი გააჩერე დედაშენი თორე წახვალ სახლში იყო ესეთი რაღაცები ხო იყო აგერ არის წარმომადგენელი ესეთი რაღაცები და ეს ჩვენ იმიტომ შეგაწუხეთ შემოკარგებო რომ ხელგეწიფებად და მივაწოდოთ იმ საზოგადოებას ჩვენ იმისთვის ვიბრძოლეთ, კაცო, იმისთვის უთხრა არა. ნაციონალურ მოძრაობას სრულიად საქართველოს საღად მოაზროვნე ხალხმა, რომ ხალხის აზრი გაინაწილონ, ხო? ხო მიაქვთ ეს ინერტული მასალა, სახლებში კი არ მიაქვთ, კაცო. რაღაცას ხო ეხმარება, არა? საუბარია ავტობანის მშენებლობასთან დაკავშირებით. ავტობანს მიშენებდი, იმ ავტობანზე მე ხო უნდა გავიარო. როგორ გავიარო, როცა საჭმელი არ იქნება, სასმელი არ იქნება, სოფელი დაინგრევა, ხო? ეს აბსურდია. სახელი და გვარი თქვენი? ჯუმბერ ურუშაძე გენაც. კი, გადავიღე შენ. კურიეს არ გადაცემენ. მაშინ იგი ავტომობილიო თუ რაც ხარ უნყავს. ხო. თვითონ აღა მე წარმოსული არ ჩამოდის დაბლა იგი. სადაა? აბა მოდიო და ვიცი. აბა რომ მოდიო. კუკი უჭირდა, ავადმყოფი ეხმარებოდა. არაფერი არა, აბსოლუტურად.
რომ ქვაღორღის აღება არ შეიძლება. სახზე რა წამართვა, რამდენი რაფერ მოდ სოფლის ნუნებულს რომ ყოვეთ და მიშველეთ რაღაცა. მე მიხედეთ სოფელ თელას. მაგეთმა მისასო. მე ვერ დავდიებ ჩემ სოფელს. სანამ ვარ, ვერავინ ვერ ამეიღებს აქეთ ერთ კარიერზე. მაშინ რა ქნა ნიცი? მე დამიდგინო. არ გიქოს ნორა. ახლა გადაგვიწყვიტეს რომ ზედმეტი ხართ. თქვენ ხო იცით რა მშენებლობებს უნდა მოხმარდეს ეს მიწა და ეს ხრეში ეს ინერტული მასალა. 5-იანზე იცით. ამიტომ ნუ დაგვანგრევთ. ლიცენზია გაყალბებულია, იმიტომ არ არის სწორი დასკვნა გეოლოგების საფუძველში. ავართ ეკონომიკა. ხარავინ არ არის ტლუ და გაუნათლებელი რაღაც. რა თქმა უნდა მე ეს არ მიყადრებია თქვენთვის და არც არავინ არ ამბობს ამას. მაგრამ გვანგრევს აი გასაგებია მაგრამ მე მასთან სახში მივყავთ იქ და იმ კაც მე გეტყვი რა თქვა აგებარა კაცო იმ კაცმა თქვა რომ ამასთან კავშირი არ აქვს წყალმა რომ წაიღო ის ამას კავშირი არ აქვს ხო და მე რამე და თქვა რომ და ლიცენზია დაადასტურა და თქვა რომ შეიძლება ამის ამოღება ეხლა საქმე რაშია ჩვენ ეხლა მე და თქვენ რამდენიც არ უნდა ვიდაოთ მე ამის სპეციალისტი არ ვარ მე ვალდებული ვარ სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილება მივიღო როგორც დადასტურებული და კანონიერი და ნორმალური. იმიტომ რომ მე არ მაქვს უფლება შევიდანო ეჭვი სახელმწიფოს ქვეგამხედველობაში და თაღლითობაში. დასკვნდა ენასწორებები. არსებობს სხვა სამ. მე არ ვარო ხომ ითხრა. მაგ არ გიდასტურა რა რომ მე არ ვარო ის დამიდასტურა შენ ხარი მე არ ვარო. ეს შესწავლა უნდა ცალკე საკითხი. აი მაგია ზუსტად. იმათ თქვა რომ მაშინ აფერშუაში არა ის კაცი არ იყო აქ არის ერთი წუთი ჩვენ ახლა რა ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ აი მე თქვენსავით მოქალაქეო მოსახლეობა საუბრობს ლიცენზიის არაკანონიერ გაცემაზე, ასევე ეკოსაფრთხეებთან დაკავშირებით. რასთან დაკავშირებით თქვენ სხვა მოსაზრება გაქვთ? შეიძლება განმარტოთ. მე არ მაქვს რა ვიცი. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი აცხადებს, რომ ლიცენზია კანონიერად გაიცა. ასევე ისევე როგორც მე ახლა არ შემიძლია შევიტანო ეჭვი აპრიორი ასე თქვა წინასწარ ჩემი გაზრახულობის მიხედვით აი თქვენს პირადად კომპეტენციაში თქვენ ნამდვილად ხართ იმ ჟურნალისტის წარმომადგენელი თუ არ ხართ მაგ ამის უფლება დავიწყო ახლა ეჭვიანობა და რაღაც თქვენ წარმოადგენთ მე ვღებულობ ამას როგორც მოცემულობას და ფაქტს ასევე სახელმწიფოს მიერ გაცემულ ლიცენზიას მე ვღებულობ როგორც მოცემულობას და ფაქტს
მე ვღებულობ რომ უშვებ უნდა შეთანხმებული ვართ ამაზე რომ ის არის კანონიერი სწორი და ყველაფერს მოიცავს თავის თავში მოიცავს გეოლოგიურ დასკვნას თავის თავში მოიცავს ბევრ სხვა ნიუანსს და ამ დასკვნაზე გაცემული ეს ისა და მე მიმაჩნია რომ ის სწორია ახლა მაგალითად თქვა გამიჩნდა ეჭვი რომ ეს არ არის სწორი მაგრამ მოსახლეობასთან ერთად ჩვენ გავაკეთეთ შემდეგი მიუხედავად იმისა რომ ჩვენს მოვალეობაში ეს არ შედიოდა და ჩვენს კომპეტენციის ფარგლებსაც ცილდებოდა მაგრამ ხალხის ინტერესიდან გამომდინარე მე პირადად ჩავედი სამინისტროში ჩამოვიყვანე სპეციალისტები ისიც განისაზღვრა ადგილმდებარეობა კოორდინატები სად იქნებოდა გეოლოგები ჩამოვიდნენ და თქვეს იმ ხალხმა მარტივად და ცხადად და ნათლად რომ კი ბატონო გასაგებია რომ მეწყერული პროცესები მიმდინარეობს თქვათ მაღალ მთაში ეგრე სოფლებში მდინარე რაღაც წაიღო რაღაც სამოსახლოს ნაწილი საკანე ფართობებს წაართვა ხალხს მაგრამ აი ამ კონკრეტულად აი ამ ხრეშის ამოღებას აი ამ იმასთან რა ქვია მიმდინარე პროცესებთან არ აქვს შემხებლობა და ამას შორის პირდაპირ ბმა არ არსებობს ასე რომ პირიქით თუ ეს არის ჭარბინდა ალექიო მე გაყოლებაზე სხვა მდინარეებშიც მაჩვენა იმ ადამიანმა გეოლოგმა რომ აქაც სასურველია თუ მიიღებს ვინმე ლიცენზიას რომ ესეც ამოსაღებია აგიო თუ ამოიღებს ამასო პირიქით ეს გასწორხაზრდება და აი ახლა მაჩვენა ხედავ თქვენ მეწყერული ზონებია წაღებულია წყალს ეს ყველაფერი შეწყდება ეს პროცესებიო და ამას არ წაიღებს ეს იქნება ძალიან კარგი პირიქითო თუ დოზირებულად და იმ ნორმით იქნება ამოღებული როგორც არის გაცემული დასკვნა ეს არის სპეციალისტების აზრი მოსახლეობა ეჭქვეშ აყენებს ამ ადამიანების კომპეტენტურობას აი მე გეტყვი ახლა ცოტა ხუმრობით მინდა გითხრათ ამასთან დაკავშირებით ბაბუაჩემის ძმა იყო ესეთი 90 წლის გარდაიცვალა ეჭქვეშ აყენებდა რომ კოსმოსში გაფრინდა ხალხი რა ვქნათ ახლა აი ახლა შენ რატო გვიგდებს სოფელი რა ვქნათ რას ნიშნავს ეჭვსიგოს აყენებს შემთხვევაში თუ სოფელი დადგა ფეხზე და გაატანინა არაფერი ინერტული მასალა აი მაგალითად სოფელსა და მეწარმეს შორის არის დავა სახელმწიფომ გასცა ლიცენზია ამ ორ მხარეს შორის დავა ვინ უნდა გაარკვიოს ვინა მართალი ვინ უნდა დაადგინოს იგივე სახელმწიფოსთან თქვა დავა აქვს სახელმწიფოს გაცემულ ლიცენზიაში აყენებს ეჭქვეშ ვინ უნდა გაარკვიოს ეს საკითხი თქვენი აზრით თუ მოხდა ისე რომ არ გაატანინეს მოსახლეობა დადგა ფეხზე და რა მოხდება ამ შემთხვევაში თუ მაგალითად სასამართლო გადაწყვეტს რომ ლიცენზია კანონიერადაა გაცემული და უნდა ამოიღოს ეს და მაშინ რა მოხდება თქვენი აზრით ბატონო ვახტანგ სასამართლო უნდა გაიტანონ მაგრამ თუ დადგა სოფელი და არ გაატანინეს აი თუ დადგა სასამართლოს გადაწყვეტილება მე ვიცი ასეთი რაღაცა დემოკრატიასა და ლიბერალურ ღირებულებებს ასეთი ფუნდამენტური პრინციპი აქვს ქვეყანაც რო დაიქცეს კანონი უნდა ახსულდეს აი ეგ არის მთავარი თუ სოფელი იტყვის თუ სოფელი მართალი იქნება სახელმწიფომ რა უნდა ქნას თუ სოფელი მართალი გამოდგა სახელმწიფომ რა უნდა ქნას ვერ წაიღებს ხრეშ ესე იგი არ წაიღებს ხრეშ იმაღებულ ლიცენზიაზე უნდა ფული უკვე უნდა დააბრუნოს და ჯარიმაც უნდა გადაუხადოს მეწარმეს ესე იგი დავამიდის ხო თუ სასამართლოა არბიტრი ხო სასამართლო გადაწყვეტს სოფელია მართალი იქნება სოფელი მართალი იმას გადაწყვეტს რომ სახელმწიფოა მართალი და კანონიერადაა გაცემული ლიცენზია მაშინ კანონიერად მოხდება იმის აღსრულება რაც უნდა გაკეთდეს ესეა სახელმწიფო სხვანაირად არ არსებობს ახლა მაბადიეთ მაგრამ ახლა შეიძლება რასაც მე ვამბობ ზოგიერთს ესმოდეს ეს და გააზრებული ქონდეს ზოგიერთს არა მაგრამ ამისთვის ხო არ შეიცვლება კანონები დიდი მადლობა სახელმწიფო ვახტანგ ზენაიშვილი გამგებლის მოადგილე სანამ ამ სამოსაგებენ რომ აქანი არის სამოსაგები ეს ხრეში მე აქ ვაპირებ ხრეშის ამოღებას და რომელს უთხრა რომ გამოვები ზია სოფელიდან მოცხოვრებელი ხომ ხარ აქ უნდა მე ვიყო ხრეში მაშინ სანამ საბუთი გაკეთდებოდეს და სანამ საბუთი გადაწყვეტებოდეს ჯერ სოფლისა ეკითხა რომ მე აი მაინტერესება სოფლისა ეკითხა ანაშონა არ შეიძლება რა შეიძლება ბატონო არც ეზო დარჩება რომელი 40 ტონიანი მანქანა რომ ამ გზაზე გაივლის რომელი სახლი დარჩება ბიჭო კომუნისტები და გაკეთებული სახლი დაიშლება ხო ყველაფერი ერთი წუთი შენ უკვე შეგეკითხე არ ჯერ ვერ როდი შეგეიშე აიოში და მე დახტე
რაიონის რაღაც რაიონის იდრივა რომ მე ლანჩხუთში ვცხოვრობ და გითხრათ რომ თქვენ რატომ მომბრძანდებით ლანჩხუთში რა შეხება გაქვს ლანჩხუთში რატო არ შემეგიძლეთ აი ისეთი შეკითხვები ასეთი სიტუაცია რომ დადგეს ნამდვილად იკითხავთ რატო ჩამებრძანდეთ ალბათ მე რომელიც უფლებაც არ გამაჩნია რომ შემოვლია მიგა ბიჭო ახლა ამის გაჩერება რითი შეიძლება იცი